მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩემთან, მადლობა თვითოულ თქვენგანს თბილი სიტყვებისთვის, კომენტარებისთვის. მინდა გითხრათ, რომ მაძლევთ სტიმულს კიდევ უფრო მეტი გაშლები ჩაგიწეროთ და მიხარია, როდესაც ვისმენ თქვენგან უკუკავშირს და ვიგებ, რომ ჩემი გაშლები გეხმარებათ და მაშინ უფრო დიდი სტიმული მაქვს, რომ გავაკეთო კიდევ უფრო მეტი თქვენთვის, რადგან აქვს შედეგი ამ ყველაფერს. მადლობა კიდევ ერთხელ, მე კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი, რათა არ გამოგრჩეთ შემდეგი გაშლები. მე კი დღეს თქვენთვის გავაკეთებ გაშლას თქვენ სანუკვარ სურვილზე. მინდა მოდუნდეთ. არაფერზე არ იფიქროთ ახლა გარდა მხოლოდ იმ თქვენი სანუკვარი სურვილისა, რასაც ახლა ჩაიფიქრებთ. რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. კონცენტრირდით თქვენს სანუკვარ მხოლოდ ერთ სურვილზე და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. მაშასე გავაკეთებ გაშლას ორ ვარიანტად. პირველი ვარიანტი რამდენად ხართ ახლა მზად თქვენ აი ამ იმისთვის, რომ აისრულოთ თქვენი სანუკვარი სურვილი, რამდენად ხართ მზად. მეგობრებო, ნებისმიერი სურვილის ასრულება სჭირდება ენერგია. როდესაც ჩვენ რაღაცებს ვერ ვაბალანსებთ და ბალანსში არ ვართ სამყაროსთან, გვიჭირს იმ ერთი კონკრეტული მიმართულებით მივმართოთ ჩვენი ძალები და ენერგიები, რომ მივაღწიოთ ჩვენთვის სასურველს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გაშლა ჩვენთვის იქნება გზამკვლევი და დაგვეხმარება სწორედ განსაზღვროთ ჩვენი პრიორიტეტები, მივმართოთ მიზანმიმართულად ჩვენი ძალები, ჩვენი სანუკვარი სურვილის ასასრულებლად. ვაშასე. ეს იქნება პირველი ვარიანტი, ეს ჩვენი ანგელოზი და მეორე აი ეს ულამაზესი ურთულა. პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ ანგელოზი. რამდენად მზად ხართ თქვენ ენერგეტიკულად, რომ აიხდინოთ თქვენი სანუკვარი სურვილი. პირველ რიგში გეტყვით, რომ ცოტა იმედგაცრუებული ხართ, მეგობრებო, და აქ სამყარო თქვენ გირჩევთ, რომ ისწავლოთ მადლიერება, თვითვეული, თუნდაც გათენებული დღისთვის, მეგობრებო, გამოხატეთ მადლიერება, მზის ამოსვლისას გამოხატეთ მადლიერება და იყავით მადლიერი თვითვეული დღისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ეს დღე ნეგატიური იქნება თუ პოზიტიური. უნდა გამოხატოთ მადლიერება და აქ მე მიჩვენებს არკანი, რომ თქვენ ხართ ცოტა სევდიან განწყობაზე და რეალურად თითქოს თქვენ კი ჩაიფიქრეთ სურვილი, მაგრამ თითქოს რაღაც მომენტში ხელი გაქვთ ჩაქნეული და ძალიან სევდიანად ფიქრობთ, რომ თითქოს თქვენ არ მოგეცათ არც ერთხელ შანსი, რომ ეს სურვილი აგეხდინათ და არადა ამ დროს რეალურად გაქვთ კიდევ შანსი. აქ თქვენ სამყარო გირჩევთ, რომ გამოხვიდეთ აი ამ
ნეგატიური განწყობიდან, სევდიანი განწყობიდან მიმოიხედოთ და შეამჩნიოთ ძალიან თქვენს ცხოვრებაში არსებული დადებითი მოვლენებით. რამდენად გაქვთ ენერგია თქვენ და ძალისხმევა იმისთვის, რომ თქვენი სანუკვარი სურვილი შეისრულოთ. რაღაც დაინგრა, მესმის ერთი ეტაპი თქვენ ჩახურეთ რაღაც ცხოვრების ერთი ეტაპი დაინგრა, მაგრამ მეგობრებო, ეს ის წავიდა თქვენი ცხოვრებიდან, რაც უკვე დრო მოჭმული იყო, რაც უკვე აღარ ექვემდებარებოდა სიცოცხლის უნარიანობას. თითქოს ის, რაც წავიდა თქვენი ცხოვრებიდან, მას თითქოს თქვენთვის სიხარულიც აღარ მოჰქონდათ, მაგრამ აი ის ეტაპი თქვენ რაც გაიარეთ ურთულესი, გაიარეთ სწორედ იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ ამის შემდეგ აი ის რეალურად, რაც თქვენ ძალიან გსურთ. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი აი შრომის ნაყოფს ელოდა, შეიძლება არ გაგიმართლათ თუნდაც ბიზნესში, სამსახურში და აი ეს ყველაფერი ჩამოინგრა, მაგრამ დამიჯერეთ, ეს იმიტომ მოხდა, რომ უკეთესი მოდის თქვენს ცხოვრებაში. რა დაინგრა, რა წავიდა თქვენი ცხოვრებიდან? მეგობრებო, თქვენს ცხოვრებიდან წავიდა სწორედ აი ის ცუდი. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი ავადაც იყავით და შეუძლოთ გრძნობდით თავს, ან სწორედ აი ამ თქვენმა სევდიანობამ თქვენი ავადმყოფობაც კი გამოიწვია, მაგრამ ალბათ თქვენ დაგიდგათ ადამიანი გვერდით, რომელიც დაგეხმარათ, რომ გამოსულიყავით აი ამ მდგომარეობიდან. რეალურად თქვენ გაქვთ ის სიძლიერე და გაქვთ პოტენციალი, დიდი პოტენციალი გაქვთ მეგობრებო, ცოტა დრო გჭირდებათ. უბრალოდ აი ამ სევდიანი განწყობიდან უნდა გამოხვიდეთ, გააგრძელოთ შრომა და ძალისხმევა, მიმართოთ სწორად აი იმ თქვენი სურვილისკენ, რადგან თქვენ ნამდვილად გაქვთ იმის შანსი, რომ თქვენი სურვილი აიხდინოთ. რა დაგეხმარებათ აი ამ ყველაფერში? თქვენი სანუკვარი სურვილის ასრულებაში. რა დაგეხმარებათ? თავარია მეგობრებო, მიიღოთ გადაწყვეტილება, როგორც კი თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მე აუცილებლად მართალია ის დაინგრა, მართალია ვერ შევძელი ერთხელ, ორჯერ, რამოდენიმეჯერ, მაგრამ მე ვარ მზად იმისთვის, რომ ვიბრძოლო. თუ თქვენ აი ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, სამყარო, ოჯახი, თქვენი წინაპრები, თუ აბსოლუტურად ყველა მეგობრები გეხმარებიან, აუცილებლად გეხმარებიან იმასში, რომ თქვენ მიიღოთ და შეისრულოთ ის სანუკვარი სურვილი, რაც თქვენ გაქვთ. ზოგიერთი თქვენგანი მიიღებს ფულად თანხას, შეიძლება ეს იყოს ოჯახისგან, შეიძლება ბანკისგან, შეიძლება ვალი გადაგიხადონ, რომელსაც აღარც კი ელოდით. თუ თქვენ ზოგიერთ თქვენგანს გაქვთ პასუხისმგებლობა ბანკთან, ანუ გაქვთ ცესხი, თქვენ აი ამას დაფარავთ და გადადიხართ ახალ ეტაპზე. თუ ოჯახს უკავშირდება აი ის სურვილი, ან ბინის შეძენა გსურთ, მეგობრებო, არ ვიცი როგორ, მაგრამ როგორც კი თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მე ვიბრძოლებ აი ამ ჩემი სურვილისთვის, თქვენ გეძლევათ შანსი, რომ აი ეს ყველაფერი მიიღოთ. როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ, რომ აიხდინოთ თქვენი სურვილი, სანუკვარი სურვილი?
და კიდევ 10-იანი დასები. მეგობრებო, თქვენ მოგივათ რაღაც ინსაიტი. ძალიან გამჭრიახი გონების ადამიანები ხართ და აუცილებლად თქვენს თავში მოვა რაღაც ინფორმაცია, რაც თქვენ მიგიყვანთ აი იმ ჭეშმარიტების გზამდე, რომ აისრულოთ თქვენი სურვილი. მე აქ დიდი ვარაუდით ვიტყვი, რომ ოჯახს უკავშირდება ან ბინის შეძენას და აუცილებლად თქვენ ეს რეზულტატი გექნებათ. თქვენთან მოდის რაღაც ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც თქვენ აი ამ ყველაფერს გაანალიზებთ, გადახარშავთ, მიიღებთ გადაწყვეტილებას და თქვენ აუცილებლად გაგიმართლებთ ამჯერად. უბრალოდ არ ჩამოყაროთ ყურები, არ დაიკრიფოთ გულზე ხელები, განაგრძეთ ბრძოლა, მეგობრებო, და აუცილებლად, როდესაც აი ამ სურვილს აისრულებთ, მაშინ მაინც გაგახსენდებათ სწორედ აი ეს გაშლა. მე დიდ წარმატებებს გისურვებთ და მადლობა, რომ იყავით ჩემთან პირველ ვარიანტო და დაგემშვიდობებით პირველ ვარიანტს. ძალიან მაინტერესებს, რამდენად რეზონირდა, მე თქვენს უკავშირს სულ მოუთქმელად დაველოდები. და დაველოდები სურვილის ასრულებასაც თქვენი. მაშ ასე, მოგესალმებით მეორეებო. ვინც აი ეს აღირჩიეთ, აი ეს ულამაზესი ბურთულა. თქვენ რამდენად გაქვთ იმის ძალისხმევა, ენერგია და პოტენციალი, რომ თქვენი სანუკვარი სურვილი შეისრულოთ. რას ეხება? მეგობრებო, თქვენს სივრცეში არიან ადამიანები, რომლებიც აი ამ თქვენი სურვილის შესრულებას უშლიან ხელს. შეიძლება სიტყვიერად, ენერგეტიკულად, შეიძლება არიან ადამიანები, რომლებიც როდესაც თქვენ რაღაცას დაგეგმავთ ან გააჟღერებთ აი კონკრეტულ სივრცეში, ეს ადამიანები თავიანთი ნეგატიური აზრებით, რომლებიც გახვევენ თავიანთ ნეგატიურ აზრებს, უცებ შეიძლება ისეთნაირად აჟღერებენ თავიანთ აზრს, რომ თქვენ გიქრებათ სურვილი და ასევე გერთმევათ ძალა, რომ აი ეს სურვილი აიხდინოთ. ეს ადამიანები პირდაპირ თავიანთი სიტყვით ახდენენ თქვენზე ზეგავლენას და თითქოს თვითშეფასებას გიკარგავენ. და აქ კარტი გირჩევთ, რომ ბარიერი აღმართოთ ასეთი ადამიანების წინაშე, რადგან თქვენ თვითეულ წინ გადადგმულ ნაბიჯზე უკან გქაჩავენ. თითქოს ამ ადამიანებს შეიძლება ქვეცნობიერად, მაგრამ აღიზიანებთ კიდეც ის, რომ თქვენ გაცილებით მაღლად გახართ, ან გაქვთ რაღაც წინსვლა, ან რაღაცით უკეთესი ხართ და აქ ეს ადამიანები თავიანთი ენერგეტიკით თქვენს დაპაუზებას ახერხებენ. ეს ადამიანები თავიანთი სიტყვით, მოქმედებით თქვენს თვითშეფასებაზე ძალიან ცუდად მოქმედებენ და მერე უკვე თქვენს გეკარგებათ мотивация და გეკარგებათ თითქოს თქვენ თავში თითქოს გეკარგებათ ძალა კი და რაღაც მომენტში თითქოს თქვენს აპაუზებთ მერე და გიქრებათ უკვე სურვილი, რომ იაროთ წინ. თითქოს აპაუზებენ ეს ადამიანები აი ამ თქვენი სურვილის ახდენას. რა გიშლით ხელს აი ამ სურვილის ახდენაში? თქვენ საკმაოდ ემოციური
ადამიანები ხართ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის კარგ განწყობაზე ყოფნა, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის მოისმინოთ არანეგატიური კონტექსტში გაჟღერებული სიტუაციები, არამედ პირიქით თქვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვის ძალას და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციებს და როდესაც ინფორმაციას ნეგატიურ კონტექსტში ისმენთ თქვენ აი ამ შემთხვევაში უკვე ბრაზდებით, მეგობრებო, ჯერ ბრაზდებით და შემდეგ აი ამ სიბრაზეში აი ეს პოტენციალი გეკარგებათ და თითქოს აი აღარ გაქვთ ძალა, რომ კონკრეტული იმ სურვილისკენ წახვიდეთ და წინ იაროთ. აქ კონკრეტული ქალბატონი არის, რომელიც შეიძლება ეს ქალბატონი არის ქმარს გაცილებული ან ქვრივი, აი ესეთი ინფორმაცია მოვიდა ახლა, რომ შეიძლება ეს ადამიანი, რომელიც არის თქვენს გვერდით, თვითონ არ გაუმართლა ცხოვრებაში და შეიძლება ამას განგება არ აკეთებს, მაგრამ თავისი წუწუნით ან ნეგატიური საუბრებით მექანიკურად გავლენას ახდენს თქვენზე, ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით და ნუ გააჟღერებთ თქვენს სურვილებს გარშემომყოფებთან. რამდენად გაქვთ პოტენციალი, რომ აიხდინოთ თქვენი სამკვარი სურვილი? მეგობრებო, მით უმეტეს თუ თქვენი სურვილი ეხება ვინმე მამაკაცს, რომელთანაც იჩხუბეთ ან დაპაუზებული გაქვთ ურთიერთობა და ახლა ცოტა გაბრაზებულიც ხართ, გსურთ ამ ადამიანთან შერიგება ან გენატრებათ ეს ადამიანი, აქაც ძალიან ფრთხილად იყავით და ნუ რავის მოუყვებით თქვენს ურთიერთობაზე. იმიტომ რომ აქ ჩანს ნამდვილად, რომ აკვირდებიან თქვენს სიტუაციას და აქ ვხედავ მესამე ადამიანებს, ვისაც არ სურთ, რომ თქვენ თუ კონკრეტულ ურთიერთობაზე ჩაიფიქრეთ, არ სურთ თქვენი შეერთება კვლავ. რამდენად გაქვთ პოტენციალი, რომ თქვენი სურვილი აიხდინოთ? მეგობრებო, ილუზიებში ნუხართ, პირველ რიგში მიწიერად იფიქრეთ, ნუ შეეჯიბრებით სხვა ადამიანებს, ნუ დაკარგავთ დროს სხვა ადამიანებთან უსარგებლო ხელის გადაწევაში და შეჯიბრში. თქვენი ენერგია მიმართეთ აი თქვენი კონკრეტული სურვილისკენ. მხოლოდ და მხოლოდ შეგიძლიათ თქვენ და შეგიძლიათ მხოლოდ და მხოლოდ აი ვინც იცით, რომ ნამდვილად ერთი ადამიანი გულწრფელი მეგობარი დაიხმაროთ აი ამ ყველაფერში, ერთი ადამიანი და არა სამეგობრო წრე. თქვენ აქ ხართ კონკურენციაში აი ამ მომენტში და თქვენი შრომის მოყვარეობით და ძალისხმევით უბრალოდ ილუზიებში ნოიქნებით, იცოდეთ, რომ თქვენ მყარად უნდა დადგეთ მიწაზე, აუცილებლად მიიღებთ რეზულტატს, რასაც თქვენ დასთეს, აი ამის რეზულტატს აუცილებლად მიიღებთ. რა დაგეხმარებათ, მაშინ ნახოთ, უნდა გამოხვიდეთ თქვენც აი ძალიან კიდევ მოვიდა აქ მამაკაცი, თქვენ აქ აუცილებლად მეორე ვარიანტი, რაღაც გქონდათ ნეგატიური მამაკაცთან დაკავშირებით, ურთიერთობას გულისხმობ, სადაც თითქოს არ გაგიმართლათ, ძალიან ცუდ განწყობაზე ხართ, ისეთ ცუდ განწყობაზე, რომ
ფიზიკურადაც კი არ გრძნობთ თავს კარგად, მაგრამ უნდა გამოხვიდეთ აი ამ სიტუაციიდან აუცილებლად. რა უნდა გააკეთოთ? აუცილებლად უნდა გადახვიდეთ ახალ ეტაპზე, მეგობრებო. აი ეხლა ეს იყო ბოლო მომენტი თქვენს ცხოვრებაში და თქვენ აუცილებლად მოგეცემათ შანსი, რომ აიხდინოთ თქვენი სურვილი მხოლოდ და მხოლოდ იმ სიტუაციაში, როგორც გითხარით, იმ შემთხვევაში აგიხდებათ ეს თქვენი სურვილი, თუ თქვენს ძალებს და პოტენციალს მხოლოდ თქვენი კონკრეტული სურვილისკენ მიმართავთ, არ ჩაიციკლებით აი ნეგატივზე, არ მოусმენთ სხვა ადამიანებს, არ გაითვალისწინებთ მათ რჩევებს, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ჩვენი გასავლელი გზა გვაქვს. შეიძლება იმ ადამიანმა რაღაც რთულად გააკეთა და რთულად მიიღო რეზულტატი, ბევრი შრომა, მაგრამ თქვენ არ დაგჭირდეთ ამდენი შრომა, აი თქვენი სურვილის ასრულებისთვის. ყველა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ თქვენ ნუ დაიპროგრამებთ თქვენს თავებს, რომ აი ის რთულად გამოგივათ. არა, მეგობრებო, თქვენ უკვე გაიარეთ ის ეტაპი და ხართ უკვე მზად იმისთვის, რომ აიხდინოთ თქვენი სურვილი. მე გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე.